2004 წელს მაისის მე-6 დღის დილას, როდესაც ბათუმის რეზიდენციის კარები გაიღო, ჟურნალისტებმა და სპეცრაზმის ჯგუფმა იპოვეს რაღაც, რაც არ უნდა არსებობულიყო. არა ოქროს ან ფულის ჩანთები, ეს ყველას ელოდა. არამედ დოკუმენტები, რომლებიც ჩქარობით იყო დაცვა კამინში, მაგრამ ცეცხლი არ მოასწრო მათ სრულად გაანადგურებას. ნაცრის ქვეშ შემორჩა ფურცლები, რომლებზეც ჩანდა სახელები, თარიღები და კოდები. ვინ დაცვა ეს დოკუმენტები ბოლო წუთებში? რა ინფორმაცია იყო მათში ჩაწერილი? და რატომ, როდესაც აჯარიის ლომი გაფრინდა მოსკოვში, მან არ წაიღო თან ეს საიდუმლო ფურცლები, არამედ სცადა მათი განადგურება? ამ საღამოს ჩვენ გაგიზიარებთ ამბავს იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც წლების განმავლობაში აშენა უხეთავი ციხესიმაგრე, მაგრამ დატოვა იგი 1 საათში, დატოვა ყველაფერი, იარაღის კოლექცია, ელიტარული ძაღლები და დაუსრულებელი ღვინო. ჩვენ არ ვადანაშაულებთ მას ქურდობაში. ჩვენ ვატარებთ ექსკურსიას მის დაკარგულ სამყაროში, სადაც ძალაუფლების მარტოობა იყო ერთადერთი რეალობა. ასლან აბაშიძე იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ორ სამყაროში ერთდროულად. ერთი მხრივ, ის იყო აჯარიის ლიდერი, რომელიც საჯაროდ ლაპარაკობდა დემოკრატიაზე და რეგიონის განვითარებაზე. მეორე მხრივ, ის იყო ფეოდალი, რომელიც თავის რეზიდენციაში აგროვებდა იარაღს და ემზადებოდა ომისთვის, რომელიც არასოდეს მოხდა. მისი სახლი ბათუმში არ იყო უბრალოდ რეზიდენცია, ეს იყო ბუნკერი, სადაც ყოველი კუთხე, ყოველი დერეფანი, ყოველი საიდუმლო გასასვლელი ამბობდა ერთსა და იმავეს, ეს ადამიანი ელოდა შეტევას. მაგრამ შეტევა არასოდეს მოვიდა. ამის ნაცვლად მოვიდა რაღაც უფრო საშიში, მოლაპარაკებები. როდესაც 2004 წელს, მაისის მე-5 დღის საღამოს, იგორ ივანოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ჩამოფრინდა ბათუმში, ასლან აბაშიძემ იცოდა, რომ თამაში დასრულდა. მაგრამ რა თქვა ივანოვმა იმ საღამოს? რა არგუმენტები გამოიყენა, რომ დაარწმუნა აჯარიის ლომი, რომ დაეტოვებინა ყველაფერი და გაფრენილიყო? ეს იყო შეთავაზება თუ მუქარა? და რატომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ აბაშიძემ გადაწყვიტა, რომ უკეთესი იყო ემიგრაცია, ვიდრე ბრძოლა? ბათუმის რეზიდენციის ტერიტორია იყო დაახლოებით 10 ჰექტარი. წარმოიდგინეთ, 10 ჰექტარი მიწა, რომელიც გარშემორტყმული იყო მაღალი კედლებით, დაცული იყო უსაფრთხოების კამერებით და შეიარაღებული დაცვით. ამ ტერიტორიაზე იყო არა მხოლოდ მთავარი შენობა, არამედ მთელი ინფრასტრუქტურა, საკუთარი ელექტროგენერატორები, წყლის სისტემა, საკუთარი სამზარეულო, სადაც მუშაობდა 10-ზე მეტი შეფმზარეული. იყო აგრეთვე საკუთარი საავადმყოფო, სადაც მუდმივად იყო ექიმი და მედსაძმები. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც იყო ქვეშ, გვირაბები და საიდუმლო გასასვლელები, რომლებიც აკავშირებდა რეზიდენციას სხვადასხვა წერტილებთან ქალაქში. ეს გვირაბები აშენდა 10 წლეულების განმავლობაში და მათი არსებობის შესახებ იცოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. რატომ სჭირდებოდა აბაშიძეს ასეთი რთული სისტემა? რისი ელოდა ის? და რატომ, როდესაც დადგა დრო, არ გამოიყენა ეს გვირაბები გაქცევისთვის? მაგრამ ყველაზე დიდი საიდუმლო არ იყო გვირაბებში. ის იყო იმ ოთახში, რომელსაც უწოდებდნენ პირად კაბინეტს. ეს ოთახი იყო რეზიდენციის გულში, მესამე სართულზე და მასში შესვლა შეეძლო მხოლოდ აბაშიძეს და მის უახლოეს წრეს. როდესაც 2004 წელს, მაისის მე-6 დღის დილას, ამ ოთახის კარი გაიღო, იქ იპოვეს რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერს. კედლებზე ეკიდა იარაღის კოლექცია, ძველი ხანჯლებიდან თანამედროვე ავტომატური იარაღამდე. მაგიდაზე იდოღია ბოთლი ძვირადღირებული ღვინისა, 2 ჩიქა, 1 ცარიელი, მეორე ნახევრად სავსე. ვინ სვამდა ამ ღვინოს აბაშიძესთან ერთად იმ ბოლო საღამოს? იგორ ივანოვი. თუ ვინმე სხვა? და რატომ დატოვა აბაშიძემ ეს ჩიქა დაუსრულებელი? ეს იყო სიმბოლო ცხოვრება, რომელიც შეწყდა შუაში, არჩევანი, რომელიც გაკეთდა 1 წამში. პირველად 35 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ასლან აბაშიძის პირად უსაფრთხოებაზე, ეთანხმება ლაპარაკს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვეუბნება რეჟიმის ბოლო კვირების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. ნიკოლოს და ელენეს პირად საუბრებიდან დაწყებული გაქცევის სასოწარკვეთილ გეგმებამდე იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სულს გაგიჩერებთ. მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ დღეებში, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელი ჩანდა. 2004 წელს, აპრილის ბოლოს, ბათუმში ატმოსფერო იყო დაძაბული, მაგრამ არა კრიტიკული. აბაშიძე ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მას შეეძლო კონტროლი. მაგრამ რაღაც იცვლებოდა. ხალხი იწყებდა საუბარს. არა ხმამაღლა, არა საჯაროდ, არამედ სახლებში, სამზარეულოებში, ბაზრებზე.
ისინი იწყებდნენ კითხვას, რატომ ჩვენ ვცხოვრობთ ასე, როდესაც დანარჩენი საქართველო ცხოვრობს სხვაგვარად. რატომ ჩვენ გვაქვს ბარიერები და საზღვრები, როდესაც ჩვენ ერთი ქვეყანა ვართ? 2004 წელს, მაისის მეორე დღეს, ასლან აბაშიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. მან გასცა ბრძანება აფეთქონ ხიდები ჩოლოქის მდინარეზე, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი აჯარიასა და დანარჩენ საქართველოს შორის. ეს არ იყო უბრალოდ სიმბოლური ჟესტი. ეს იყო რეალური ბლოკადა. წარმოიდგინეთ, რეგიონი, რომელიც ერთ დღეში იზოლირდება დანარჩენი ქვეყნისგან. არა ეკონომიკური სანქციებით, არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, არამედ ფიზიკური განადგურებით ხიდების. ადამიანები, რომლებიც იმუშავებდნენ თბილისში და ცხოვრობდნენ ბათუმში, ერთ დილას გაიღვიძეს და მიხვდნენ, რომ ვეღარ დაბრუნდებოდნენ სახლში. ბიზნესმენები, რომლებსაც ჰქონდათ საქონელი გზაში, მიხვდნენ, რომ მათი ტვირთი გაჩერდა საზღვარზე. ოჯახები გაიყო. და ყველაფერი ეს მოხდა ერთი ბრძანებით. რატომ გააკეთა აბაშიძემ ეს? რას ფიქრობდა ის? რა იყო მისი გეგმა? ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა დემონსტრაცია ძალისა, რომ ეს აჩერებდა თბილისს. თუ ის უკვე იცოდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო და ეს იყო უკანასკნელი სასოწარკვეთილი მცდელობა. მაგრამ ხიდების აფეთქება არ შეაჩერა ხალხს. პირიქით, ამან გააძლიერა მათი გადაწყვეტილება. 2004 წელს, მაისის მე-4 და მე-5 დღეებში, ბათუმში გაიმართა მასობრივი მიტინგები. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და მოითხოვდა აბაშიძის გადასვლას. ეს არ იყო ორგანიზებული პოლიტიკური აქცია. ეს იყო სპონტანური აფეთქება. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩუმად ითმენდნენ, ერთბაშად დაიწყეს ლაპარაკი. მათ აღარ ეშინოდათ. და ეს იყო ყველაზე საშიში აბაშიძისთვის, არა სპეცრაზმი, არა ტანკები, არა თბილისის ჯარები, არამედ საკუთარი ხალხი, რომელიც აღარ ეშინოდა. როდესაც აბაშიძე იჯდა თავის რეზიდენციაში და უყურებდა ტელევიზორს, სადაც ნაჩვენები იყო ეს მიტინგები, რას გრძნობდა ის? შიშს. რის ხვას? იმედგაცრუებას? თუ იქნებ გაცნობიერებას, რომ მისი დრო გავიდა? იმ დღეებში რეზიდენციაში ატმოსფერა იყო სურეალისტური. გარეთ ხალხი ყვიროდა და მოითხოვდა ცვლილებებს. შიგნით სიჩუმე. დაცვა იდგა თავის პოზიციებზე, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ რაღაც იცვლებოდა. მსახურები აგრძელებდნენ თავიანთ საქმეს, ამზადებდნენ საჭმელს, ასუფთავებდნენ ოთახებს, მაგრამ მათი მოძრაობები იყო მექანიკური. თითქოს ისინი მსახიობები იყვნენ სპექტაკლში, რომელიც უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს კარდა. აბაშიძე თავად იყო უცნაური სიმშვიდის მდგომარეობაში. ის არ ყვიროდა, არ გასცემდა ბრძანებებს, არ მოითხოვდა რეპრესიებს. ის უბრალოდ ელოდა. რას ელოდა ის? რუსეთის დახმარებას? საერთაშორისო შუამავლობას? თუ იქნებ ის უბრალოდ ელოდა იმ ადამიანს, რომელიც მოვიდოდა და ეტყოდა მას, რა უნდა გაეკეთებინა. და ეს ადამიანი მოვიდა. 2004 წელს, მაისის მე-5 დღის საღამოს, ბათუმში ჩამოფრინდა იგორ ივანოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი. მისი ვიზიტი არ იყო გამოცხადებული წინასწარ. არავის არ ელოდა მისი. მაგრამ როდესაც მისი თვითმფრინავი დაეშვა ბათუმის აეროპორტში, ყველამ მიხვდა, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. ივანოვი არ იყო უბრალოდ დიპლომატი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილების მიღებისა. მაგრამ რა იყო მისი მისია? ის მოვიდა, რომ შეეთავაზებინა აბაშიძეს უსაფრთხო გასასვლელი. თუ ის მოვიდა, რომ გადაეცა ულტიმატუმი? და რატომ სწორედ ივანოვი? რატომ არა ვინმე სხვა? ეს იყო პირადი მისია თუ ოფიციალური დავალება კრემლისგან. მოლაპარაკებები გაიმართა ბობოქვათში, ბათუმის ერთ-ერთ უბანში, სადაც იყო ერთ-ერთი აბაშიძის რეზიდენცია. ეს არ იყო მთავარი სასახლე, არამედ უფრო მცირე, უფრო ინტიმური ადგილი. რატომ აირჩია აბაშიძემ სწორედ ეს ადგილი? იქნებ ის ფიქრობდა, რომ აქ, ამ უფრო მოკრძალებულ გარემოში, მოლაპარაკებები იქნებოდა უფრო გულწრფელი. თუ იქნებ ის უბრალოდ არ იყო მზად, რომ ივანოვი ენახა მთავარი რეზიდენციის ყველა საიდუმლო. მოლაპარაკებები გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში. არავინ არ იცის ზუსტად, რა ითქვა იმ ოთახში. არ არსებობს ოფიციალური ოქმები, არ არსებობს ჩანაწერები. მაგრამ არსებობს მოწმეები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ გარეთ, დერეფანში და ელოდნენ. ისინი ამბობენ, რომ ხმები იყო დაბალი მშვიდი. არ იყო ყვირილი, არ იყო კამათი.
ეს იყო ბიზნეს საუბარი ორ პროფესიონალს შორის. მაგრამ რა იყო ამ საუბრის შინაარსი? ივანოვმა შესთავაზა აბაშიძეს თავშესაფარი მოსკოვში. თუ მან უთხრა, რომ რუსეთი აღარ შეეძლო მის დაცვას. და რა იყო აბაშიძის პასუხი? ის დათანხმდა მაშინვე. თუ ის ცდილობდა მოლაპარაკებას, ცდილობდა უკეთესი პირობების მიღებას. როდესაც მოლაპარაკებები დასრულდა, ივანოვი გავიდა პირველი. მისი სახე იყო გამოუხატავი, პროფესიონალური. ის ჩაჯდა მანქანაში და წავიდა აეროპორტისკენ. აბაშიძე დარჩა ოთახში კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოწმეები ამბობენ, რომ როდესაც ის გამოვიდა, მისი სახე იყო თეთრი, თითქოს მან ნახა მოჩვენება. რა მოხდა იმ ოთახში? რა თქვა ივანოვმა, რამაც ასე შეცვალა აბაშიძის გამომეტყველება? ეს იყო მუქა რა? ეს იყო გაფრთხილება? თუ ეს იყო უბრალოდ რეალობის აღიარება, რომ თამაში დასრულდა და დრო მოვიდა წასვლისა? და რატომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ აბაშიძემ გადაწყვიტა, რომ უკეთესი იყო ემიგრაცია, ვიდრე ბრძოლა? ის ფიქრობდა თავის უსაფრთხოებაზე? თავისი ოჯახის უსაფრთხოებაზე? თუ იქნების უბრალოდ დაიღალა და არ იყო მზად კიდევ ერთი ბრძოლისთვის? ღამე 5-დან მე-6 მაისამდე 2004 წელს იყო ყველაზე გრძელი ღამე ასლან აბაშიძის ცხოვრებაში. ის იჯდა თავის კაბინეტში მთავარ რეზიდენციაში და იღებდა გადაწყვეტილებას. გარეთ დაცვა ელოდა ბრძანებებს. მსახურები ელოდნენ ინსტრუქციებს. მთელი რეზიდენცია იყო მოლოდინის მდგომარეობაში. მაგრამ აბაშიძე არ გასცემდა ბრძანებებს. ის უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა. რაზე ფიქრობდა ის იმ ღამეს? თავის ცხოვრებაზე? თავის არჩევანზე? იმ ადამიანებზე, რომლებსაც ის ენდობოდა და რომლებმაც მოახდინეს მასზე ზეგავლენა? თუ იქნების ფიქრობდა უბრალოდ იმაზე, თუ როგორ შეეძლო ყველაფერი ასე სწრაფად შეცვლილიყო? როგორ შეეძლო ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ასეთი ძალა, ასეთი კონტროლი, ასეთი რესურსები, ერთბაშად აღმოჩენილიყო ასეთ მდგომარეობაში, მარტო იზოლირებული, უძლური? დაახლოებით ღამის 2 საათზე აბაშიძემ გამოიძახა თავისი უახლოესი თანამშრომლები. მათ შორის იყო სოსო გოგიტიძე, აჯარიის უსაფრთხოების მინისტრი და რამდენიმე სხვა ადამიანი, რომლებიც იყვნენ მის შინაგან წრეში. აბაშიძემ უთხრა მათ თავისი გადაწყვეტილება, ის აპირებდა წასვლას. ის აპირებდა გაფრენას მოსკოვში, რათა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა. მოწმეები ამბობენ, რომ ოთახში დამყარდა სიჩუმე. არავინ არ ელოდა ამას. ყველა ფიქრობდა, რომ აბაშიძე იბრძოლებდა ბოლომდე, რომ ის არასოდეს დათმობდა. მაგრამ აქ ის იდგა და ამბობდა, რომ ის მიდის. რა იყო მათი რეაქცია? ისინი ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ დარჩენილიყო? თუ ისინი მიხვდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება? და რა იფიქრეს მათ იმ მომენტში, რომ ეს იყო სისუსტე თუ სიბრძნე? აბაშიძემ წაიღო თან მინიმალური ნივთები. ის არ აგროვებდა ჩანთებს, არ ატარებდა ოქროს ან ფულს. ის უბრალოდ აიღო რამდენიმე პირადი ნივთი და მზად იყო წასასვლელად. მაგრამ ერთი რამ, რაც მან გააკეთა ბოლო წუთებში, იყო უცნაური. ის შევიდა თავის კაბინეტში, აიღო რამდენიმე დოკუმენტი და დაიწყო მათი წვა კამინში. რა იყო ეს დოკუმენტები? რატომ იყო ისინი ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მან გადაწყვიტა მათი განადგურება ვიდრე დატოვება? ეს იყო ფინანსური ჩანაწერები, პოლიტიკური შეთანხმებები, პირადი წერილები. თუ იქნებ რაღაც უფრო საშიშის სახელები ადამიანებისა, რომლებიც თანამშრომლობდნენ მასთან, სახელები ადამიანებისა, რომლებიც ხალატობდნენ მას. ცეცხლი იწვოდა, მაგრამ არ მოასწრო ყველაფრის განადგურება. რამდენიმე ფურცელი დარჩა, ნაწილობრივ დამწვარი, მაგრამ კითხვადი. და სწორედ ეს ფურცლები იქნა ის, რაც იპოვეს მეორე დღეს, როდესაც რეზიდენციის კარები გაიღო. დაახლოებით დილის 5 საათზე აბაშიძე გავიდა რეზიდენციიდან. ის ჩაჯდა მანქანაში და წავიდა აეროპორტისკენ. მასთან ერთად იყო მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, მისი ვაჟი გიორგი აბაშიძე და რამდენიმე უახლოესი თანამშრომელი. დანარჩენი დარჩა უკან, დაცვა, მსახურები, მთელი ის სისტემა, რომელიც მუშაობდა მისთვის წლების განმავლობაში. როდესაც მანქანა გავიდა რეზიდენციის ტერიტორიიდან, აბაშიძემ უკან მოიხედა, ნახა თავისი სასახლე ბოლოჯერ. რა იფიქრა ის იმ მომენტში? რომ ის დაბრუნდებოდა? რომ ეს იყო დროებითი? თუ ის იცოდა, რომ ეს იყო ბოლო, რომ ის არასოდეს დაბრუნდებოდა ამ ადგილას, რომელიც იყო მისი ძალაუფლების სიმბოლო, მისი იმპერიის ცენტრი?
თვითმფრინავი გაფრინდა დილის 6 საათზე. ბათუმი ჯერ კიდევ იძინებდა. ქუჩები იყო ცარიელი. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იცოდა, რომ აბაშიძე წავიდა. დანარჩენი გაიგეს მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა ქალაქში. რეაქცია იყო შერეული. ზოგიერთი ხალხი იხარებდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გამარჯვება, რომ ისინი მოიგეს. სხვები იყვნენ შოკში, ისინი ვერ იტყოდნენ, რომ ადამიანი, რომელიც ჩანდა ასე ძლიერი, ასე კონტროლირებადი, უბრალოდ წავიდა ღამით, დატოვა ყველაფერი. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც მოხდა რეზიდენციაში. როდესაც დაცვამ მიხვდა, რომ აბაშიძე წავიდა, ისინი არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ისინი აგრძელებდნენ თავიანთ პოზიციებზე დგომას, მაგრამ უკვე იცოდნენ, რომ ისინი იცავდნენ ცარიელ სასახლეს. და შემდეგ მოვიდნენ ისინი, ჟურნალისტები, სპეცრაზმი, ხალხი. კარები გაიღო და მთელი სამყარო ნახა ის, რაც იყო შიგნით. რა იპოვეს მათ იმ დღეს? არა ოქროს ჩანთები, არა ფულის მთები. ისინი იპოვეს ცხოვრება, რომელიც შეჩერდა შუაში. იპოვეს ძაღლების საკუთარი, სადაც იყო დაახლოებით 80 ელიტარული კავკასიური მეთაური. ეს ძაღლები იყვნენ აბაშიძის ვნება. ის ხარჯავდა მათზე უზარმაზარ თანხებს. ყოველ ძაღლს ჰქონდა საკუთარი სახელი, საკუთარი ისტორია. მაგრამ როდესაც აბაშიძე წავიდა, ძაღლები დარჩნენ ჩაკეტილები და ყებდნენ, როდესაც მათი პატრონი გაფრინდა. რა იფიქრეს ეს ცხოველები? ისინი ელოდნენ მის დაბრუნებას? თუ ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც შეცვლილი იყო? იპოვეს აგრეთვე ავტომობილების კოლექცია, ძვირადღირებული ლიმუზინები და სამხედრო ჰამერები, რომლებზეც აბაშიძე უყვარდა სიარული. იპოვეს იარაღის კოლექცია, ძველი ხანჯლებიდან თანამედროვე ავტომატურ იარაღამდე. რეზიდენცია იყო მზად ომისთვის, მაგრამ ომი არასოდეს მოხდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც იპოვეს კაბინეტში. ღია ბოთლი ღვინისა, 2 ჭიქა და მწვარი დოკუმენტები კამინში. ეს იყო სცენა, რომელიც ამბობდა მთელ ამბავს. ეს იყო ბოლო საღამო, ბოლო საუბარი, ბოლო გადაწყვეტილება. და შემდეგ სიცარიელე. რეზიდენცია, რომელიც ოდესღაც იყო ძალაუფლების ცენტრი, გახდა მუზეუმი. ადამიანები დადიოდნენ დერეფნებში და უყურებდნენ ყველაფერს, ავეჯს, სურათებს, ნივთებს. ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, ვინ იყო ეს ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა აქ. მაგრამ რეალობა იყო უფრო რთული, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. ეს არ იყო უბრალოდ დიქტატორის სასახლე. ეს იყო ოდინოკი ადამიანის ციხე, რომელიც აშენდა წლების განმავლობაში, მაგრამ დაიშალა ერთ ღამეში. და ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც დარჩა იყო, რა იყო ის, რაც აიძულა აბაშიძე, რომ დაეტოვებინა ყველაფერი და წასულიყო? შიში. სიბრძნე? თუ იქნებ რაღაც სხვა, რაც ჩვენ არასოდეს გავიგებთ. ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი ოფიცერი აბაშიძის პირადი დაცვიდან, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 35 წლის შემდეგაც. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს 3 ყოფილი წევრი უშიშროების შინაგანი წრიდან საუბრობს პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ინახავდნენ 10 წლეულების განმავლობაში. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. მაგრამ დავიწყოთ იქიდან, სადაც ყველაფერი ნამდვილად დაიწყო, არა მაისის მე-6 დღიდან, როდესაც კარები გაიღო, არამედ 2 კვირით ადრე, როდესაც რეზიდენციის ატმოსფერა შეიცვალა ისე, რომ მხოლოდ შინაგანმა წრემ შეამჩნია. 2004 წელს, აპრილის ბოლო კვირას, რეზიდენციაში მოხდა რაღაც უჩვეულო. ერთ-ერთმა მსახურმა, რომელიც მუშაობდა აბაშიძის პირად კაბინეტში 20 წლის განმავლობაში, შეამჩნია დეტალი, რომელიც სხვებს გამოეპარათ. ყოველ დილას, როდესაც ის შედიოდა კაბინეტში დასასუფთავებლად, აბაშიძის მაგიდაზე იდო ერთი და იგივე ნივთები, დოკუმენტების საქაღალდე, 2 ტელეფონი, ოქროს კალამი. მაგრამ იმ დილას, აპრილის 21 დღეს, მაგიდაზე გამოჩნდა რაღაც ახალი, პატარა შავი ბლოკნოტი, რომელიც არასოდეს ყოფილა იქ ადრე. მსახურმა არ შეეხო მას, მაგრამ დაინახა, რომ ბლოკნოტი იყო ღია და პირველ გვერდზე ჩაწერილი იყო რაღაც ხელით. ის ვერ წაიკითხა ტექსტს, მაგრამ დაინახა ერთი სიტყვა, რომელიც იყო ხაზგასმული 3-ჯერ, მოსკოვი. რატომ იწერდა აბაშიძე ამ სიტყვას 3-ჯერ? რას ნიშნავდა ეს? ეს იყო გეგმა? ეს იყო სურვილი? თუ იქნებ ეს იყო უკანასკნელი იმედი? იმავე კვირაში რეზიდენციაში დაიწყო უცნაური მოძრაობები. დაცვის გრაფიკი შეიცვალა, ახლა ყოველ ღამეს იყო 2-ჯერ მეტი ადამიანი დეჟურაზე, ვიდრე ჩვეულებრივ. კამერების სისტემა გადამოწმდა 2-ჯერ დღეში.
საიდუმლო გვირაბები, რომლებიც აკავშირებდა რეზიდენციას სხვადასხვა წერტილებთან ქალაქში, შემოწმდა პირადად სოსო გოგიტიძის უშიშროების მინისტრის მიერ. ეს გვირაბები არ გამოყენებულა წლების განმავლობაში, ისინი იყო აშენებული ცივი ომის დროს, როგორც საევაკუაციო მარშრუტები საგანგებო სიტუაციისთვის. მაგრამ ახლა უეცრად ისინი გახდა აქტუალური. გოგიტიძე ჩავიდა თითოეულ გვირაბში პირადად, შეამოწმა განათება, ვენტილაცია, გასასვლელები. ის არ უთხრა არავის, რატომ აკეთებდა ამას, მაგრამ ყველამ მიხვდა რაღაც ემზადებოდა. რა იყო ეს? ევაკუაცია? თავდაცვა? თუ იქნებ რაღაც უფრო რთული გეგმა, რომელიც ჰქონდა რამდენიმე ვარიანტი, დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მაგრამ ყველაზე უცნაური იყო ის, რაც მოხდა აპრილის 25 დღეს. იმ დღეს რეზიდენციაში ჩამოვიდა ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა. ის არ იყო ოფიციალური ვიზიტორი, მისი სახელი არ იყო ჟურნალში, მისი მანქანა არ შემოვიდა მთავარი შესასვლელიდან. ის შემოვიდა ერთ-ერთი საიდუმლო გასასვლელიდან, რომელიც იყო რეზიდენციის უკანა მხარეს, ბაღში. დაცვამ მიიღო ბრძანება, არავინ არ უნდა მიუახლოვდეს ამ ადამიანს, არავინ არ უნდა ესაუბრა მას, არავინ არ უნდა დაინახა მისი სახე. ის გაატარეს პირდაპირ აბაშიძის კაბინეტში უკანა კიბით, რომელიც იყო განკუთვნილი მხოლოდ ყველაზე კონფიდენციალური ვიზიტებისთვის. შეხვედრა გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში. არავინ არ იცის, რა ითქვა იმ ოთახში. მაგრამ როდესაც უცნობი ადამიანი გავიდა, აბაშიძე დარჩა კაბინეტში მარტო კიდევ 1 საათის განმავლობაში. მსახურები ამბობენ, რომ მათ ესმოდათ უცნაური ხმები, არა ყვირილი, არა ტირილი, არამედ რაღაც შუალედური, თითქოს ადამიანი საუბრობდა თავის თავთან, ცდილობდა რაღაცის გადაწყვეტას. ვინ იყო ეს უცნობი ვიზიტორი? რა თქვა მან აბაშიძეს? და რატომ ამ შეხვედრის შემდეგ რეზიდენციის ატმოსფერა შეიცვალა ისე, რომ ყველა მიგრძნო რაღაც დიდი მოდიოდა. იმ დღეებში აბაშიძის ქცევა გახდა გაუგებარი მისი უახლოესი თანამშრომლებისთვისაც კი. ის, რომელიც ყოველთვის იყო კონტროლირებადი, ორგანიზებული, პუნქტუალური, უეცრად დაიწყო უცნაური რამეების კეთება. ერთ დღეს ის გავიდა რეზიდენციიდან დილის 6 საათზე, მარტო მძღოლის გარეშე და წავიდა ზღვის სანაპიროზე. ის იჯდა იქ 2 საათის განმავლობაში, უყურებდა ტალღებს და არაფერს არ აკეთებდა. დაცვა, რომელიც მიჰყვებოდა მას მანძილიდან, ამბობს, რომ აბაშიძე არ ამოიღო ტელეფონი, არ წაიკითხა გაზეთი, არ გააკეთა არაფერი. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა ზღვას. რაზე ფიქრობდა ის იმ დროს? თავის ცხოვრებაზე? თავის არჩევანზე? თუ იქნებ ის უბრალოდ ცდილობდა იპოვოს სიმშვიდე, რომელიც დაკარგა წლების წინ, როდესაც გახდა ის, ვინც იყო. მეორე უცნაური ინციდენტი მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ. აბაშიძემ გამოიძახა თავისი პირადი ექიმი შუაღამეს. ექიმი ფიქრობდა, რომ ეს იყო გადაუდებელი სამედიცინო პრობლემა, მაგრამ როდესაც ის მივიდა რეზიდენციაში, აბაშიძე იჯდა თავის კაბინეტში, სრულიად ჯანმრთელი. მან უთხრა ექიმს, მინდა სრული შემოწმება. ყველაფერი. გული, ფილტვები, წნევა, სისხლი. ყველაფერი, რაც შეგიძლიათ შეამოწმოთ აქ ახლა. ექიმმა შეასრულა ბრძანება. შემოწმება გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში. ყველა ანალიზი იყო ნორმალური. აბაშიძე იყო ჯანმრთელი ადამიანი თავისი ასაკისთვის. მაგრამ როდესაც ექიმმა უთხრა ეს, აბაშიძემ არ გამოხატა ნებისმიერი ემოცია. ის უბრალოდ თქვა, კარგი. შეგიძლიათ წახვიდეთ. რატომ სჭირდებოდა აბაშიძეს ეს შემოწმება შუაღამეს? რისი ეშინოდა მას? ის ფიქრობდა, რომ ავად იყო? თუ იქნებ ის უბრალოდ ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ მისი სხეული იყო მზად იმისთვის, რაც მოდიოდა. წარმოიდგინეთ საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ინახება სპეციალურ სეიფში, სადაც წვდომა აქვს მხოლოდ 3 ადამიანს მთელ ქვეყანაში. ეს დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს რეალურ ჯანმრთელობას აბაშიძის, მის ფინანსურ ოპერაციებს, მის საიდუმლო შეთანხმებებს უცხოურ სტრუქტურებთან. ეს დოკუმენტი არსებობდა. მისი კოდი იყო ობიექტი ნომერ 1. მასში იყო ყველაფერი, სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნებულა, ფინანსური ოპერაციები, რომლებიც გავიდა ოფიციალური ბიუჯეტის მიღმა, სახელები ადამიანებისა, რომლებიც თანამშრომლობდნენ რეჟიმთან საიდუმლოდ. 2004 წელს მაისის მე-6 დღეს, როდესაც რეზიდენციის კარები გაიღო, ეს დოკუმენტი არ იპოვეს. სეიფი იყო ღია, მაგრამ ცარიელი. ვინ წაიღო ეს დოკუმენტი? აბაშიძემ თავად.
თუ ვინმე სხვამ ვინც იცოდა მისი არსებობის შესახებ და გადაწყვიტა რომ უკეთესი იყო მისი გაქრობა. მაგრამ დაუბრუნდეთ იმ დღეებს, როდესაც ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არსებობდა. აპრილის ბოლოს, როდესაც რეზიდენციის ატმოსფერა იყო დაძაბული, აბაშიძემ გააკეთა რაღაც, რაც არასოდეს გაუკეთებია ადრე. ის გახსნა სეიფი და ამოიღო ობიექტი ნომერ 1. ის წაიკითხა იგი მთლიანად გვერდიდან გვერდზე, რაც გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში. მოწმეები ამბობენ, რომ მეორე დღეს დილით აბაშიძე გამოვიდა კაბინეტიდან თეთრი სახით, თითქოს მან ნახა რაღაც, რაც შეცვალა მის გაგებას რეალობის შესახებ. რა იყო იმ დოკუმენტში? რა ინფორმაცია იყო ისეთი შოკის მომგვრელი, რომ თვით აბაშიძე, ადამიანი, რომელიც იცოდა ყველაფერი, გაოცდა? იქნებ ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ნამდვილად აკონტროლებდა ფინანსურ ნაკადებს? იქნებ ეს იყო სახელები ადამიანებისა, რომლებიც ღალატობდნენ მას წლების განმავლობაში? თუ იქნებ ეს იყო რაღაც უფრო პირადი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც ნიშნავდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული. იმავე პერიოდში რეზიდენციაში დაიწყო უცნაური ფინანსური მოძრაობები. ბუღალტერია, რომელიც მუშაობდა რეზიდენციის ფინანსურ ოპერაციებზე, მიიღო ბრძანება, გადაიტანონ დიდი თანხები სხვადასხვა ანგარიშებზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი ოპერაციები. ეს იყო მასშტაბური გადატანები, რომლებიც გავიდა რამდენიმე ბანკის მეშვეობით, გამოიყენეს რთული სქემები, რომლებიც აკეთებდა თითქმის შეუძლებელს მათ თვალყურის დევნებას. ბუღალტერები არ იცოდნენ, სად მიდიოდა ეს ფული. მათ უბრალოდ ასრულებდნენ ბრძანებებს. მაგრამ ერთმა მათგანმა, რომელიც მუშაობდა რეზიდენციაში 15 წლის განმავლობაში, შეამჩნია რაღაც უცნაური. ყველა ეს ოპერაცია მიდიოდა ერთი და იმავე მიმართულებით, საზღვარგარეთ, ბანკებში, რომლებიც იყო ცნობილი თავიანთი კონფიდენციალურობით. ეს იყო ევაკუაცია ფულისა. ეს იყო გეგმა იმისთვის, რომ აბაშიძეს ჰქონოდა რესურსები, თუ მას მოუწევდა წასვლა. თუ იქნებ ეს იყო რაღაც სხვა, გადახდა ვინმესთვის, ვინც დაპირდა დახმარებას. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც მოხდა მაისის პირველ დღეს, ერთი დღით ადრე, ვიდრე აბაშიძემ გასცა ბრძანება ხიდების აფეთქების შესახებ. იმ დღეს რეზიდენციაში ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც იყო ცნობილი როგორც ფინანსური მრჩეველი. ეს ადამიანი არ იყო ოფიციალური თანამშრომელი, ის მუშაობდა კონსულტანტად, მოდიოდა რეზიდენციაში მხოლოდ მაშინ, როდესაც იყო საჭირო მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. იმ დღეს ის იყო რეზიდენციაში 6 საათს. შეხვედრა გაიმართა აბაშიძის კაბინეტში, მონაწილეობდნენ მხოლოდ 2 ადამიანი, აბაშიძე და ეს მრჩეველი. როდესაც შეხვედრა დასრულდა, მრჩეველი გავიდა რეზიდენციიდან 2 დიდი ჩანთით. რა იყო ამ ჩანთებში? დოკუმენტები, ფული. თუ იქნებ რაღაც უფრო ღირებული ინფორმაცია, რომელიც შეეძლო გამოყენებულიყო როგორც სადაზღვევო პოლისი. დაცვამ, რომელმაც დაინახა ეს, არ გაბედა კითხვა. მათ იცოდნენ, რომ ზოგიერთი რამ უკეთესი იყო არ ცოდნა. იმავე დღეს საღამოს აბაშიძემ გამოიძახა სოსო გოგიტიძე, უშიშროების მინისტრი და ჰქონდა მასთან გრძელი საუბარი. არავინ არ იცის რა ითქვა იმ საუბარში, მაგრამ მეორე დღეს, მაისის მეორე დღეს, გოგიტიძემ გასცა ბრძანება, მოამზადონ სპეციალური ჯგუფი, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი სპეციალურ ოპერაციაზე. ეს ჯგუფი შედგებოდა 12 ადამიანისგან, ყველაზე ერთგული, ყველაზე გამოცდილი, ყველაზე საიმედო. მათ მიეცათ ინსტრუქციები, რომლებიც იყო ისეთი საიდუმლო, რომ თვით ჯგუფის წევრებმა არ იცოდნენ სრული სურათი. თითოეულ მათგანს ჰქონდა მხოლოდ ერთი ნაწილი ინფორმაციის. მხოლოდ გოგიტიძე იცოდა მთელი გეგმა. რა იყო ეს გეგმა? ეს იყო ევაკუაცია აბაშიძის? ეს იყო დაცვა რეზიდენციის? თუ იქნებ ეს იყო რაღაც სრულიად სხვა ოპერაცია, რომელიც არასოდეს განხორციელდა, რადგან მოვლენები განვითარდა სხვაგვარად. ცოტა ადამიანი იცის, რომ უზენაესი ამხანაგი, რომელიც საჯაროდ იყო მტკიცე ათეისტი, კანკალებდა წყევლებისა და წინასწარმეტყველებების წინაშე. ასლან აბაშიძის პირად არქივებში იპოვეს ჩანაწერი საიდუმლო ვიზიტის შესახებ ერთ ქალთან აფხაზეთის მთებიდან, მხოლოდ 1 წლით ადრე, ვიდრე ყველაფერი დასრულდა. რა უთხრა ამ ქალმა აბაშიძეს? რატომ ამ ვიზიტის შემდეგ დიქტატორმა უეცრად დაიწყო თავისი პირადი დაცვის შეცვლა? რატომ დაიწყო ის ყოველ საღამოს სპეციალური რიტუალების შესრულება, რომლებზეც არავინ არ უნდა ლაპარაკობდა? ამ საღამოს ჩვენ გამოვავლენთ მისტიკურ და პარანოიულ მხარეს რეჟიმის, რომელიც დამალული იყო ოფიციალური ფასადის უკან. ეს ამბავი დაიწყო 2003 წელს, ზამთრის ბოლოს. აბაშიძე იყო ბათუმში თავის რეზიდენციაში, როდესაც მას მოუვიდა უცნაური შეტყობინება. ერთ-ერთმა მისმა ძველმა მეგობარმა, რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთში, გაუგზავნა წერილი.
წერილში იყო მხოლოდ ერთი წინადადება, არსებობს ქალი, რომელმაც იცის შენი მომავალი. თუ გინდა, შეგიძლია შეხვდე მას. აბაშიძე, რომელიც ყოველთვის იყო რაციონალური ადამიანი, პირველად უარყო ეს შეთავაზება. მაგრამ რაღაც მასში, რაღაც ღრმად იწყებდა შფოთვას. ის იწყებდა ხედვას ცუდ სიზმრებს. ის იღვიძებდა ღამის შუაში ოფლიანი, გულმა ეცემოდა. ის არ უთხრა არავის ამის შესახებ, მაგრამ ის იცოდა, რომ რაღაც იცვლებოდა. და ერთ დღეს, მარტის დასაწყისში, ის გადაწყვიტა, ის შეხვდებოდა ამ ქალს. ვიზიტი იყო ორგანიზებული სრული საიდუმლოებით. აბაშიძე გაფრინდა აფხაზეთში პირად ვერტმფრენატით, მხოლოდ ერთი პილოტით და ერთი დაცვის თანამშრომლით. ისინი დაეშნენ პატარა სოფელში მთებში, სადაც არავინ არ იცოდა, ვინ იყო ეს ვიზიტორი. ქალი, რომელსაც უწოდებდნენ მხედველს, ცხოვრობდა პატარა ხის სახლში, რომელიც იყო გარშემორტყმული ძველი ხეებით. როდესაც აბაშიძე შევიდა სახლში, ქალი იჯდა მაგიდასთან და უყურებდა მას, თითქოს ელოდა მას წლების განმავლობაში. ის არ თქვა გამარჯობა, არ შესთავაზა ჩაი. ის უბრალოდ თქვა, იჯექი. მე ვიცი, რატომ მოხვედი. აბაშიძე ჩაჯდა. და ქალმა დაიწყო ლაპარაკი. ის ლაპარაკობდა 1 საათის განმავლობაში. ის ლაპარაკობდა აბაშიძის წარსულზე, მის არჩევანზე, მის შიშებზე. ის ლაპარაკობდა ისე, თითქოს იცოდა ყველაფერი, ყველა საიდუმლო, ყველა ცოდვა, ყველა სინანული. აბაშიძე იჯდა და უსმენდა და მისი სახე ხდებოდა უფრო და უფრო თეთრი. მაგრამ ყველაზე საშიში იყო ის, რასაც ქალმა თქვა ბოლოს. ის თქვა, შენი დრო მოდის დასასრულს. არა იმიტომ, რომ ვინმე მოგკლავს. არამედ იმიტომ, რომ შენ თავად აირჩევ წასვლას. და როდესაც ეს მომენტი მოვა, შენ იცოდე, ეს იქნება სწორი არჩევანი. ნუ შეეცდები ბრძოლას. ნუ შეეცდები დარჩენას. წადი. და იქნებ, მხოლოდ იქნებ, შენ იპოვი სიმშვიდეს, რომელიც დაკარგე წლების წინ. აბაშიძე ჰკითხა, როდის? როდის მოვა ეს მომენტი? ქალმა უპასუხა, როდესაც ნახავ ადამიანს, რომელიც მოვა ჩრდილოეთიდან. ის მოიტანს შეტყობინებას. და შენ იცოდე, ეს იქნება ნიშანი. აბაშიძე დაბრუნდა ბათუმში იმავე დღეს. ის არ უთხრა არავის ამ ვიზიტის შესახებ. მაგრამ მისი ქცევა შეიცვალა. ის დაიწყო უცნაური რამეების კეთება. ყოველ საღამოს ძილის წინ ის ჩაკეტავდა თავის კაბინეტს და ატარებდა იქ 1 საათს მარტო. არავინ არ იცოდა, რას აკეთებდა ის იქ. მაგრამ მსახურები, რომლებიც დგანან გარეთ, ამბობენ, რომ ისინი ესმოდათ ჩურჩული, თითქოს აბაშიძე ლოცულობდა ან ლაპარაკობდა ვინმესთან, ვინც არ იყო იქ. ის აგრეთვე დაიწყო თავისი პირადი დაცვის შეცვლა. ის არ ენდობოდა ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მასთან წლების განმავლობაში. ის იწყებდა ახალი სახეების დანიშვნას ადამიანებს, რომლებსაც არავინ არ იცნობდა. რატომ? რისი ეშინოდა მას? ის ფიქრობდა, რომ ვინმე გეგმავდა მის წინააღმდეგ. თუ იქნებ, ის უბრალოდ ცდილობდა შეცვლას ყველაფრის, რათა შეეცვალა თავისი ბედი. მაგრამ ყველაზე უცნაური იყო ის, რაც მოხდა აპრილის შუა რიცხვებში, 2004 წელს. აბაშიძემ გამოიძახა თავისი პირადი მღვდელი, კი მას ჰყავდა პირადი მღვდელი, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯაროდ არასოდეს ლაპარაკობდა რელიგიაზე. ეს მღვდელი მოდიოდა რეზიდენციაში მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე, აკეთებდა მოკლე ლოცვას და მიდიოდა. მაგრამ იმ დღეს აბაშიძემ სთხოვა მას რაღაც სხვა. ის სთხოვა მას, რომ ჩაეტარებინა სპეციალური რიტუალი დაცვისა და განწმენდისა. მღვდელი გაოცდა, მაგრამ დათანხმდა. რიტუალი ჩატარდა აბაშიძის კაბინეტში, მხოლოდ 2 ადამიანის თანდასწრებით, აბაშიძე და მღვდელი. რა მოხდა იმ ოთახში? რა ითხოვა აბაშიძემ? რისგან ცდილობდა ის თავის დაცვას? მღვდელმა არასოდეს ილაპარაკა ამის შესახებ. ის წავიდა რეზიდენციიდან და აღარასოდეს დაბრუნდა. მაგრამ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს ის იმ დღეს, ამბობენ, რომ მისი სახე იყო ფერმკრთალი, თითქოს მან ნახა რაღაც, რაც არ უნდა ენახა. და შემდეგ მოვიდა მაისის მე-5 დღე. მოვიდა იგორ ივანოვი, ადამიანი ჩრდილოეთიდან, ადამიანი, რომელიც მოიტანდა შეტყობინებას. როდესაც აბაშიძემ დაინახა ის, მან გაიხსენა ქალის სიტყვები. როდესაც ნახავ ადამიანს, რომელიც მოვა ჩრდილოეთიდან, ეს იქნება ნიშანი. და იმ მომენტში აბაშიძემ იცოდა. ის იცოდა, რომ მისი დრო მოვიდა. ის იცოდა, რომ ის უნდა წასულიყო. არა იმიტომ, რომ ის ეშინოდა. არა იმიტომ, რომ ის იყო სუსტი.
არამედ იმიტომ, რომ ეს იყო მისი ბედი, მისი გზა, მისი არჩევანი. და როდესაც ის ჩაჯდა თვითმფრინავში ღამის 5-დან მე-6 მაისამდე, ის არ გრძნობდა შიშს. ის გრძნობდა რაღაც სხვას განთავისუფლებას. განთავისუფლებას ტვირთისგან, რომელიც ატარებდა წლების განმავლობაში. განთავისუფლებას როლისგან, რომელიც თამაშობდა ისე დიდი ხნის განმავლობაში. და მხოლოდ იქნებ ის ნამდვილად იპოვა სიმშვიდეს, რომელიც დაკარგა წლების წინ, როდესაც გახდა ის, ვინც იყო. მაგრამ ერთი კითხვა რჩება, ვინ იყო ეს ქალი? ვინ იყო ეს მხედველი, რომელმაც წინასწარ იცოდა ყველაფერი? ის იყო რეალური? თუ ეს იყო მხოლოდ ლეგენდა, რომელიც შეიქმნა მოგვიანებით, რათა ახსნას ის, რაც ახსნა შეუძლებელი იყო. ჩვენ არასოდეს გავიგებთ. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ასლან აბაშიძე, ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა მთელ რეგიონს, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალა და რესურსები, ბოლოს იყო კონტროლირებული რაღაცით უფრო ძლიერით, თავისი შიშებით, თავისი რწმენით, თავისი ბედით. და როდესაც მოვიდა დრო არჩევანისა, ის აირჩია არა ბრძოლა, არამედ წასვლა. ეს იყო სისუსტე. თუ ეს იყო ბოლო აქტი სიბრძნისა ადამიანისგან, რომელმაც საბოლოოდ მიხვდა, რომ ზოგიერთი ბრძოლა არ ღირს გამარჯვებას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი აბაშიძის შესახებ, ყოველი სამედიცინო საიდუმლო, ყოველი ევაკუაციის გეგმა, ყოველი დამალული გვირაბი ბათუმის ქვეშ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. 2004 წელს, მაისის 22 დღეს, ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი, რომ ღალატი ეღოთ თავიანთ უზენაეს ხელმძღვანელს? იყო ეს შიში? იყო ეს გათვლა? თუ იქნებ რაღაც უფრო ღრმა გაცნობიერება, რომ ისინი ემსახურებოდნენ არა იდეას, არამედ ადამიანს, რომელიც თავად კარგავდა რწმენას საკუთარ თავში. ამ 12 ადამიანის შორის იყო ერთი, რომელსაც ჩვენ მოიხსენიებთ როგორც მთავარ ღალატს. მისი სახელი არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, აბაშიძის პირად კაბინეტზე, საიდუმლო სეიფებზე, კომუნიკაციის ყველა არხზე. ის იყო ადამიანი, რომელსაც აბაშიძე ენდობოდა უპირობოდ. მაგრამ სწორედ ეს ადამიანი იყო ის, ვინც პირველმა დაუკავშირდა თბილისს აპრილის ბოლოს, 2 კვირით ადრე, ვიდრე ყველაფერი დასრულდა. რატომ გააკეთა მან ეს? რა იყო ის მომენტი, როდესაც ის გადაწყვიტა, რომ მისი ერთგულება აღარ ღირდა იმ რისკს, რომელიც მოჰყვებოდა მას? ამ ადამიანის ისტორია დაიწყო არა მაისში, არამედ ბევრად ადრე, 2003 წელს, როდესაც ის პირველად შეამჩნია, რომ რაღაც იცვლებოდა აბაშიძეში. ის იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადამიანიდან, რომლებიც ხედავდნენ აბაშიძეს ყოველდღიურად, არა საჯარო გამოსვლებზე, არამედ პირად მომენტებში, როდესაც ის იყო დაღლილი, როდესაც ის იყო შეშფოთებული, როდესაც ის იყო მარტო. და ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა აბაშიძე, როგორ ხდებოდა ის უფრო ეჩვიანი, უფრო იზოლირებული, უფრო შეშინებული. ის ხედავდა, როგორ იწყებდა აბაშიძე ყოველ საღამოს იმ უცნაურ რიტუალებს თავის კაბინეტში. ის ხედავდა, როგორ იცვლიდა აბაშიძე თავის პირად დაცვას ყოველ რამდენიმე თვეში, თითქოს ის ეშინოდა, რომ ვინმე ძალიან ახლოს მიდიოდა. და ერთ მომენტში ამ ადამიანმა მიხვდა, ის ემსახურებოდა არა ლიდერს, არამედ ადამიანს, რომელიც ნელ-ნელა კარგავდა კონტროლს. გადამწყვეტი მომენტი მოვიდა აპრილის 25 დღეს, როდესაც ამ ადამიანმა შემთხვევით მოისმინა საუბარი აბაშიძესა და იმ უცნობ ფინანსურ მრჩეველს შორის. ის იდგა დერეფანში, კაბინეტის კარის მიღმა და ესმოდა ფრაგმენტების საუბრისა. ის ესმოდა, როგორ ლაპარაკობდა აბაშიძე ევაკუაციის გეგმებზე, როგორ ლაპარაკობდა ის ფულის გადატანაზე, როგორ ლაპარაკობდა ის იმაზე, რომ თუ ყველაფერი წავა ცუდად, მე უნდა მქონდეს გასასვლელი. და იმ მომენტში ამ ადამიანმა მიხვდა, აბაშიძე უკვე იცოდა, რომ ის კარგავდა. ის უკვე ემზადებოდა წასვლისთვის. და თუ ის ემზადებოდა წასვლისთვის, რა მოხდებოდა მათთან, ვინც დარჩებოდა უკან? რა მოხდებოდა იმ 12 ადამიანთან, რომლებმაც იცოდნენ ყველა საიდუმლო? ისინი გახდებოდნენ მოწმეები, რომლებიც უნდა გაჩუმებულიყვნენ. თუ ისინი გახდებოდნენ მსხვერპლი, რომლებიც უნდა შეეწირათ, რათა დაფარულიყო კვალი. იმავე საღამოს ეს ადამიანი გააკეთა ზარი. არა აბაშიძეს, არა სოსო გოგიტიძეს, არამედ ნომერზე, რომელიც მას ჰქონდა დამახსოვრებული წლების განმავლობაში, მაგრამ არასოდეს გამოუყენებია, ნომერი, რომელიც აკავშირებდა მას პირდაპირ თბილისთან, პირდაპირ იმ ადამიანებთან, რომლებიც აკონტროლებდნენ სპეცსამსახურებს. საუბარი გაგრძელდა მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში. ის თქვა მხოლოდ ერთი წინადადება, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის. მაგრამ მე მჭირდება გარანტიები.
მეორე მხარემ უპასუხა, გარანტიები იქნება. გააგრძელე მუშაობა როგორც ჩვეულებრივ. ჩვენ დაგიკავშირდებით. და ეს იყო დასაწყისი. დასაწყისი ღალატისა, რომელიც არ იყო სპონტანური, არ იყო ემოციური, არამედ იყო გათვლილი, ცივი, რაციონალური. ეს იყო არჩევანი გადარჩენისა, არჩევანი, რომელიც გააკეთა ადამიანმა, რომელმაც მიხვდა, რომ გემი იძირებოდა და დრო მოვიდა გადახტომისა. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ეს ადამიანი აგრძელებდა თავის ჩვეულებრივ მუშაობას. ის დადიოდა რეზიდენციაში, ასრულებდა თავის მოვალეობებს, ესაუბრებოდა აბაშიძეს, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. მაგრამ ღამით, როდესაც ყველა იძინებდა, ის აგროვებდა ინფორმაციას. ის აკეთებდა ასლებს დოკუმენტებისა, რომლებზეც ჰქონდა წვდომა. ის იწერდა ჩანაწერებს საუბრებისა, რომლებსაც ის ესმოდა. ის აგროვებდა ყველაფერს, რაც შეეძლო გამოყენებულიყო როგორც სადაზღვევო პოლისი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ის ნამდვილად თანამშრომლობდა, როგორც დაცვა იმისგან, რომ მოგვიანებით ვინმე დაადანაშაულებდა მას. და ყოველ ღამეს, როდესაც ის ასრულებდა ამ საიდუმლო მუშაობას, ის იკითხავდა თავის თავს, ეს იყო სწორი. ეს იყო ღალატი? თუ ეს იყო უბრალოდ გადარჩენის ინსტინქტი, ბუნებრივი რეაქცია ადამიანისა, რომელმაც მიხვდა, რომ ის იყო ჩართული თამაში, რომელიც უკვე დაკარგული იყო. მაისის მეორე დღეს, როდესაც აბაშიძემ გასცა ბრძანება ხიდების აფეთქების შესახებ, ეს ადამიანი იცოდა, რომ დრო მოვიდა. ის გააკეთა კიდევ ერთი ზარი თბილისში. ამჯერად საუბარი იყო უფრო გრძელი, უფრო დეტალური. ის გადასცა ინფორმაცია აბაშიძის გეგმების შესახებ, მისი მდგომარეობის შესახებ, მისი შიშების შესახებ. ის გადასცა ყველაფერი, რაც იცოდა. და როდესაც საუბარი დასრულდა, მან იგრძნო რაღაც უცნაური, არა სინანული, არა სირცხვილი, არამედ განთავისუფლება. განთავისუფლება ტვირთისგან, რომელიც ატარებდა წლების განმავლობაში, ტვირთი საიდუმლოებებისა, ტვირთი ერთგულობისა ადამიანისადმი, რომელიც თავად აღარ იყო ერთგული საკუთარი იდეებისადმი. და იქნებ, მხოლოდ იქნებ, ეს არ იყო ღალატი. იქნებ ეს იყო უბრალოდ ბოლო აქტი გონივრლობისა ადამიანისგან, რომელმაც მიხვდა, რომ ზოგიერთი ერთგულება არ ღირს იმ ფასს, რომელსაც ის მოითხოვს. აბაშიძის უშიშროება ინახავდა სპეციალურ დოსიეებს კოდით ობიექტი ნომერ 1 დოსიეები ისეთი საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ დოსიეებში იყო ინფორმაცია აბაშიძის რეალური ჯანმრთელობის შესახებ, ევაკუაციის გეგმების შესახებ და რაღაც ბევრად უფრო შოკისმომგვრელი, რეალური ურთიერთობები მის უახლოეს წრესა და გარე ძალებს შორის. რატომ ეს დოსიეები განადგურდა სწორედ იმ დღეს, როდესაც ყველაფერი დასრულდა? რა იყო იმ გვერდებზე, რომლებიც ვერ მოასწრო ცეცხლმა სრულად გადაწვას? და ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც იცოდა ამ დოსიეების არსებობის შესახებ და გადაწყვიტა, რომ უკეთესი იყო მათი გაქრობა ვიდრე გამჟღავნება? დაუბრუნდეთ იმ ღამეს 5-დან მე-6 მაისამდე 2004 წელს. აბაშიძე უკვე მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. მისი ჩანთები იყო მზად. მისი ვაჟი გიორგი აბაშიძე უკვე ელოდა მანქანაში. მაგრამ ერთი რამ ჯერ კიდევ უნდა გაკეთებულიყო, დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო. არა ყველა დოკუმენტი, ზოგიერთი უკვე იყო გადატანილი უსაფრთხო ადგილას, ზოგიერთი უკვე იყო გაგზავნილი საზღვარგარეთ. მაგრამ იყო ერთი კონკრეტული დოსიე, რომელიც არ შეეძლო დატოვებულიყო, ობიექტი ნომერ 1. ეს დოსიე შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც შეეძლო გამოყენებულიყო როგორც იარაღი, არა მხოლოდ აბაშიძის წინააღმდეგ, არამედ ბევრი სხვა ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ ძალაუფლებაში, ჯერ კიდევ იყვნენ გავლენიანები. აბაშიძე შევიდა თავის კაბინეტში ბოლო ჯერ დაახლოებით ღამის 2 საათზე. ის გახსნა სეიფი, არა მთავარი სეიფი, რომელიც იყო კედელში, არამედ მეორე, საიდუმლო სეიფი, რომელიც იყო დამალული იატაკის ქვეშ, ძველი ფარსის ხალიჩის ქვეშ. ამ სეიფის არსებობის შესახებ იცოდა მხოლოდ 4 ადამიანმა მთელ სამყაროში. აბაშიძემ ამოიღო დოსიე, სქელი, ხავისფერი საქაღალდე, რომელზეც იყო დაბეჭდილი მხოლოდ ერთი ფრაზა, ობიექტი ნომერ 1, სრული საიდუმლოება. ის გახსნა საქაღალდე და დაიწყო გვერდების გადახედვა. ის კითხულობდა ნელა, ყურადღებით, თითქოს ის ცდილობდა დაემახსოვრებინა ყველაფერი, რაც იქ იყო დაწერილი. ის კითხულობდა სამედიცინო ანგარიშებს, რომლებიც აღწერდა მის რეალურ ჯანმრთელობას, არა იმას, რასაც ამბობდნენ საჯაროდ, არამედ რეალურ მდგომარეობას, რომელიც იყო ბევრად უფრო რთული, ვიდრე ვინმე ფიქრობდა. იმ გვერდებზე იყო ჩაწერილი ყველაფერი, როგორ იწყებდა აბაშიძე ჯანმრთელობის პრობლემებს უკვე 2001 წელს, როგორ ცდილობდა ის დამალვას ეს საჯაროდ, როგორ იღებდა ის სპეციალურ მედიკამენტებს, რომლებიც შეკვეთილი იყო პირდაპირ საზღვარგარეთიდან. იყო აგრეთვე ჩანაწერები მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, როგორ იწყებდა ის პანიკის შეტევებს, როგორ ეშინოდა ის ღამით, როგორ ხედავდა ის კოშმარებს.
იყო ჩანაწერები მისი შიშების შესახებ, შიში ღალატისა, შიში დაკარგვისა, შიში იმისა, რომ ის დარჩებოდა მარტო. და ყველაზე საშიში იყო ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ იცვლიდა ეს ყველაფერი მის გადაწყვეტილებებს, როგორ აიძულებდა ის მას მიიღოს არჩევანი, რომელიც არ იყო რაციონალური, არამედ იყო დაფუძნებული შიშზე, პარანოიაზე, სასოწარკვეთილებაზე. მაგრამ სამედიცინო ჩანაწერები იყო მხოლოდ პირველი ნაწილი დოსიისა. მეორე ნაწილი იყო უფრო საშიში, ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, სად მიდიოდა ფული, ვინ იღებდა გადახდებს, რა სახის შეთანხმებები არსებობდა. იყო ჩანაწერები ანგარიშების შესახებ საზღვარგარეთ, არა მხოლოდ აბაშიძის პირადი ანგარიშები, არამედ ანგარიშები, რომლებიც იყო რეგისტრირებული სხვა ადამიანების სახელებზე, მაგრამ რეალურად აკონტროლებდა აბაშიძე. იყო ჩანაწერები კომპანიების შესახებ, რომლებიც ოფიციალურად არ ეკუთვნოდა აბაშიძეს, მაგრამ რეალურად იყო მისი. იყო ჩანაწერები გადახდების შესახებ, გადახდები ადამიანებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაცვას, გადახდები ადამიანებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ინფორმაციას, გადახდები ადამიანებისთვის, რომლებიც უბრალოდ ჩუმად იყვნენ. და შემდეგ იყო მესამე ნაწილი, ყველაზე საშიში ნაწილი. სახელები. სახელები ადამიანებისა, რომლებიც თანამშრომლობდნენ აბაშიძესთან საიდუმლოდ. სახელები ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ოფიციალურად სხვა მხარეს, მაგრამ რეალურად მუშაობდნენ აბაშიძისთვის. სახელები ადამიანებისა, რომლებიც იღებდნენ ფულს, იღებდნენ ინფორმაციას, იღებდნენ დაცვას. ზოგიერთი ამ სახელებიდან იყო მოსალოდნელი, ადგილობრივი ოფიციალები, ბიზნესმენები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ახლოს აბაშიძესთან. მაგრამ ზოგიერთი სახელი იყო შოკის მომგვრელი, ადამიანები, რომლებიც იყვნენ თბილისში, ადამიანები, რომლებიც იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადამიანები, რომლებიც არავინ არასოდეს ეჩვეობდა. და აბაშიძე იცოდა, თუ ეს სახელები გამჟღავნდებოდა, ეს შეცვლიდა ყველაფერს. ეს არ იქნებოდა მხოლოდ მისი დაცემა. ეს იქნებოდა დაცემა მთელი სისტემისა, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში. აბაშიძემ დახურა დოსიე და უყურა მას გრძელი წუთების განმავლობაში. ის ფიქრობდა, ის შეეძლო წაეღო ეს დოსიეთან. ის შეეძლო გამოეყენებინა იგი როგორც სადაზღვევო პოლისი, როგორც იარაღი, როგორც ბერკეტი. მაგრამ ის აგრეთვე იცოდა, თუ ის წაიღებდა ამ დოსიეს, ის არასოდეს იქნებოდა თავისუფალი. ის ყოველთვის იქნებოდა მიზანი, ყოველთვის იქნებოდა საფრთხე, ყოველთვის იქნებოდა ადამიანი, რომელსაც სხვები ეშინოდნენ და ეძებდნენ. და იმ მომენტში აბაშიძემ გააკეთა არჩევანი. ის ადგა, წავიდა კამინთან, რომელიც იყო მის კაბინეტში და დაიწყო დოსიის წვა. ის წვავდა გვერდებს ერთ-ერთს, ნელა, ყურადღებით უყურებდა, როგორ იქცეოდა ქაღალდი ნაცრად. ის წვავდა სამედიცინო ჩანაწერებს, ფინანსურ დოკუმენტებს, სახელების სიებს. ის წვავდა ყველაფერს, რაც შეეძლო გამოყენებულიყო როგორც იარაღი. და როდესაც ბოლო გვერდი გადაიქცა ნაცრად, ის იგრძნო რაღაც უცნაური, არა სინანული, არა შიში, არამედ სიმშვიდე. სიმშვიდე იმის გამო, რომ ის აღარ იყო ტყვე ამ ინფორმაციისა, აღარ იყო მძევალი ამ საიდუმლოებებისა. მაგრამ ცეცხლი არ მოასწრო ყველაფრის განადგურებას. რამდენიმე გვერდი დარჩა, ნაწილობრივ დამწვარი, მაგრამ კითხვადი. და სწორედ ეს გვერდები იქნა ის, რაც იპოვეს მეორე დღეს, როდესაც რეზიდენციის კარები გაიღო. რა იყო იმ გვერდებზე? ვინ იყო ის სახელები, რომლებიც გადარჩა? ჩვენ არასოდეს გავიგებთ სრულად. მაგრამ ერთი რამ ცხადია, აბაშიძემ სცადა წაშლა თავისი კვალი, სცადა დაცვა იმ ადამიანებისა, რომლებიც თანამშრომლობდნენ მასთან, სცადა თავიდან აცილება იმისა, რომ მისი დაცემა გამხდარიყო დაცემა სხვებისთვისაც. ეს იყო ბოლო აქტი პასუხისმგებლობისა. თუ ეს იყო უბრალოდ გათვლა, გაცნობიერება, რომ თუ ის დაიცავდა სხვების საიდუმლოებებს, იქნებ ისინი დაიცავდნენ მის საიდუმლოებებს მომავალში. ბათუმის რეზიდენციის ქვეშ არსებობდა გვირაბები და ბუნკერები, რომლებსაც თვითოფიციალურ არქიტექტორებს არ იციან დღესაც. ვინ ააშენა ისინი საიდუმლოდ? სად მიდიოდა ეს გვირაბები? და რატომ რეჟიმის ბოლო დღეებში აბაშიძე პირადად ამოწმებდა ამ ევაკუაციის მარშრუტებს ყოველ ღამეს? პირადი დაცვა ინახავდა ამ საიდუმლოებებს 30-ზე მეტი წლის განმავლობაში, მაგრამ დღეს ისინი საუბრობენ პირველად. რა იყო იმ გვირაბებში? რატომ არასოდეს გამოიყენა აბაშიძემ ისინი გაქცევისთვის? და რა იპოვეს იქ, როდესაც საბოლოოდ გაიხსნა ეს საიდუმლო სამყარო? ეს გვირაბები აშენდა არა ერთ დღეში, არამედ 10 წლეულების განმავლობაში. პირველი გვირაბი გაიყვანა ჯერ კიდევ ცივი ომის დროს 90-იან წლებში, როდესაც აბაშიძე მხოლოდ იწყებდა თავისი ძალაუფლების მშენებლობას.
იმ დროს ეს იყო უბრალოდ წინდახედულობა საევაკუაციო მარშრუტი საგანგებო სიტუაციისთვის, გზა, რომელიც აკავშირებდა რეზიდენციას ზღვის სანაპიროსთან, სადაც ყოველთვის იყო მზად სწრაფი კატერი. მაგრამ წლების განმავლობაში ეს სისტემა გაფართოვდა. დაემატა ახალი გვირაბები, ახალი გასასვლელები, ახალი ბუნკერები. ზოგიერთი მათგანი მიდიოდა ქალაქის სხვადასხვა წერტილებში, ერთი მიდიოდა აეროპორტისკენ, მეორე მიდიოდა სამხედრო ბაზისკენ, მესამე მიდიოდა პირდაპირ ტყეში, სადაც იყო დამალული ვერტმფრენატის სადესანტო ადგილი. ამ გვირაბების მშენებლობა იყო სრული საიდუმლოება. მუშები, რომლებიც აშენებდნენ მათ, მოდიოდნენ საზღვარგარეთიდან, ძირითადად რუსეთიდან და სომხეთიდან. ისინი მუშაობდნენ მხოლოდ ღამით, მხოლოდ პატარა ჯგუფებად და არასოდეს იცოდნენ სრული სურათი. თითოეული ჯგუფი აშენებდა მხოლოდ ერთ სექციას და როდესაც მათი მუშაობა სრულდებოდა, ისინი უბრალოდ მიდიოდნენ, არასოდეს დაბრუნდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი მიიღო დიდ თანხას და დაჩუნდა. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ გაქრა, არავინ არასოდეს გაიგო, სად წავიდნენ ისინი, რა მოხდა მათთან. და ეს იყო ნაწილი გეგმისა, რომ არავინ, გარდა ძალიან მცირე ჯგუფისა, არასოდეს იცოდა სრული სისტემა ამ გვირაბებისა. 2004 წელს, აპრილის ბოლოს, როდესაც რეზიდენციის ატმოსფერა იყო დაძაბული, აბაშიძემ გასცა ბრძანება სოსო გოგიტიძეს, შეამოწმოს ყველა გვირაბი, დარწმუნდეს, რომ ისინი იყვნენ ფუნქციონალური. გოგიტიძე ჩავიდა თითოეულ გვირაბში პირადად, თან მიჰყავდა მხოლოდ 2 ადამიანი, ტექნიკური სპეციალისტი და 1 დაცვის ოფიცერი. ისინი ამოწმებდნენ განათებას, ძველი ლამპები, რომლებიც არ გამოყენებულა წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ მუშაობდნენ. ისინი ამოწმებდნენ ვენტილაციას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა ჰაერის ცირკულაციას, ჯერ კიდევ იყო ფუნქციონალური. ისინი ამოწმებდნენ გასასვლელებს, ყველა კარი, ყველა საიდუმლო პანელი, ყველა მექანიზმი ჯერ კიდევ მუშაობდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ისინი ამოწმებდნენ, რომ გვირაბები იყვნენ ცარიელი, რომ არავინ არ იცოდა მათი არსებობის შესახებ, რომ ისინი შეეძლოთ გამოყენებულიყო ნებისმიერ მომენტში. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც იპოვეს ერთ-ერთ ბუნკერში, რომელიც იყო ყველაზე ღრმად, ყველაზე დამალული. ეს ბუნკერი იყო აშენებული პირდაპირ რეზიდენციის ქვეშ, დაახლოებით 15 მეტრის სიღრმეზე. ის იყო არა უბრალოდ ოთახი, არამედ მთელი კომპლექსი, რამდენიმე ოთახი, საკუთარი წყლის სისტემა, საკუთარი ელექტროგენერატორი, საკუთარი საკვების მარაგი. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანი შეეძლო ცხოვრება რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ საჭირო იქნებოდა. და იმ ბუნკერში ერთ-ერთ ოთახში იყო რაღაც, რაც არავინ არ ელოდა, პირადი არქივი. არა ოფიციალური დოკუმენტები, არამედ პირადი ჩანაწერები, აბაშიძის დღიურები, წერილები, ფოტოები, ჩანაწერები, რომლებიც იყო ჩაწერილი მის ხელით. გოგიტიძემ არ შეეხო ამ არქივს. ის უბრალოდ დაინახა იგი, დაფიქსირა მისი არსებობა და დაბრუნდა ზემოთ. ის არ უთხრა არავის ამის შესახებ, გარდა აბაშიძისა. და როდესაც ის უთხრა აბაშიძეს, რომ არქივი ჯერ კიდევ იყო იქ, უსაფრთხოდ დაცული, აბაშიძემ მხოლოდ თქვა, კარგი. დატოვე იგი იქ. იქნებ ერთ დღეს ვინმე იპოვის მას და გაიგებს. რას ნიშნავდა ეს? რას ელოდა აბაშიძე? ის ფიქრობდა, რომ ერთ დღეს ის დაბრუნდებოდა და აიღებდა ამ არქივს. თუ ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა მისი მემკვიდრეობა, მისი ისტორია, რომელიც დარჩებოდა მომავალი თაობებისთვის. მაისის მეხუთე დღის საღამოს, როდესაც აბაშიძე უკვე იცოდა, რომ ის მიდიოდა, ის ჩავიდა იმ ბუნკერში ბოლოჯერ. ის ჩავიდა მარტო, არავინ არ მიჰყვა მას. ის დარჩა იქ 1 საათის განმავლობაში. არავინ არ იცის, რა აკეთებდა ის იმ დროს. იქნებ ის კითხულობდა თავის ძველ ჩანაწერებს. იქნებ ის წერდა რაღაც ახალს. თუ იქნებ ის უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე, თავის არჩევანზე, იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ ყველაფერი დასრულდა ასე. როდესაც ის გამოვიდა ბუნკერიდან, მისი სახე იყო მშვიდი, თითქოს ის იპოვა რაღაც, რასაც ეძებდა. ის ჩაკეტა ბუნკერის კარი, დაბრუნდა ზემოთ და არასოდეს აღარ ილაპარაკა ამ ადგილზე. მაისის მე-6 დღეს, როდესაც რეზიდენციის კარები გაიღო, ჟურნალისტებმა და სპეცრაზმა იპოვეს ბევრი რამ, ძაღლების საკუთარი, ავტომობილების კოლექცია, იარაღის კოლექცია. მაგრამ ისინი არ იპოვეს გვირაბები. ისინი არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ. და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც დაიწყო სისტემატური ძიება, იპოვეს პირველი შესასვლელი. და შემდეგ მეორე. და შემდეგ მესამე. და ყოველი ახალი აღმოჩენა იყო შოკი, როგორ შეეძლო ასეთი რთული სისტემა არსებობდა წლების განმავლობაში და არავინ არ იცოდა. როგორ შეეძლო აბაშიძეს ჰქონოდა ასეთი რესურსები, ასეთი შესაძლებლობები და არასოდეს გამოეყენებინა ისინი.
და ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც დარჩა, რატომ არ გამოიყენა აბაშიძემ ეს გვირაბები გაქცევისთვის. ის ჰქონდა სრული სისტემა, რომელიც შეეძლო გადაერჩინა მას. ის შეეძლო გაქცეულიყო, საიდუმლოდ გაქრებულიყო და ელოდა, სანამ ყველაფერი დამშვიდდებოდა. მაგრამ ის არ გააკეთა ეს. ის აირჩია ღია გასვლა, აეროპორტი, თვითმფრინავი, მოსკოვი. რატომ? ეს იყო სიამაყე? ეს იყო გაცნობიერება, რომ გაქცევა არ იყო ღირსეული? თუ იქნებ ეს იყო რაღაც სხვა გაცნობიერება, რომ ზოგიერთი რამ უკეთესი იყო დასრულებულიყო ღიად, ვიდრე დამალულიყო ჩრდილში. და იქნებ, მხოლოდ იქნებ ეს იყო ბოლო აქტი პატიოსნებისა ადამიანისგან, რომელმაც გაიგო, რომ მისი დრო გავიდა და დრო მოვიდა წასვლისა, არა როგორც ქურდი ღამით, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც გააკეთა არჩევანი და იყო მზად მისი შედეგების მიღებისთვის. პირველად 35 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ასლან აბაშიძის პირად უსაფრთხოებაზე, ეთანხმება ლაპარაკს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვეუბნება რეჟიმის ბოლო საათების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. როდესაც იგორ ივანოვი გავიდა ბობოქვათიდან იმ საღამოს მაისის მე-5 დღეს 2004 წელს, დაცვის ოფიცერმა, რომელიც იდგა დერეფანში, დაინახა რაღაც, რაც არასოდეს დაავიწყდება. აბაშიძე გამოვიდა ოთახიდან და ჩერდება. ის უბრალოდ იდგა იქ, უძრავად, თითქოს დროში გაკინული. მისი სახე იყო თეთრი როგორც ქაღალდი, მაგრამ მის თვალებში არ იყო შიში. იყო რაღაც სხვა გაცნობიერება, მიღება, თითქოს ის ახლახან ნახა თავისი მომავალი და დაეთანხმა მას. ოფიცერი გვეუბნება, იმ მომენტში მე მივიღე, რომ ყველაფერი დასრულდა. არა იმიტომ, რომ ვინმე უთხრა ამას. არამედ იმიტომ, რომ ვნახე მისი თვალები. და იმ თვალებში იყო სიმშვიდე, საშიში, უცნაური სიმშვიდე ადამიანისა, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. რა მოხდა იმ ოთახში ივანოვსა და აბაშიძეს შორის? რა სიტყვები გაითქვა, რამაც შეცვალა ყველაფერი? ჩვენ არასოდეს გავიგებთ სრულად, მაგრამ არსებობს ფრაგმენტები, ნაწილები თავსატეხისა, რომლებიც ნელ-ნელა იკრიბება. ერთ-ერთი დაცვის ოფიცერი, რომელიც იდგა კარის მიღმა, ამბობს, რომ მან მოისმინა ერთი ფრაზა, რომელიც გამოთქვა ივანოვმა, თქვენ გაქვთ არჩევანი. მაგრამ დრო არის შეზღუდული. არა დღეები, არა საათები. წუთები. რას ნიშნავდა ეს? ეს იყო მუქარა. ეს იყო გაფრთხილება? თუ ეს იყო უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, რომ მოვლენები განვითარდებოდა ისე სწრაფად, რომ ყოველი წუთი ითვლებოდა? მეორე მოწმე, რომელიც იყო ახლოს იმ საღამოს, ამბობს რაღაც სხვას. ის ამბობს, რომ როდესაც ივანოვი გავიდა შენობიდან და ჩაჯდა მანქანაში, ის არ წავიდა მაშინვე აეროპორტისკენ. მანქანა იდგა იქ 5 წუთის განმავლობაში. და იმ 5 წუთის განმავლობაში ივანოვი საუბრობდა ტელეფონით. ვისთან? რას ამბობდა ის? მოწმე ვერ გაიგო სიტყვები, მაგრამ დაინახა ივანოვის სახე მანქანის ფანჯრიდან. და ის სახე იყო დაძაბული, კონცენტრირებული, თითქოს ის აცნობებდა ვინმეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. ეს იყო ანგარიში მოსკოვისთვის. ეს იყო კოორდინაცია თბილისთან. თუ იქნებ ეს იყო რაღაც სრულიად სხვა ზარი ადამიანისთვის, რომელიც არავინ არასოდეს ელოდა? იმ ღამეს, როდესაც აბაშიძე დაბრუნდა მთავარ რეზიდენციაში ბობოქვათიდან, ის გამოიძახა არა მთელ თავის გუნდს, არამედ მხოლოდ 2 ადამიანს, სოსო გოგიტიძეს და ერთ სხვა ადამიანს, რომლის სახელი არასოდეს გამჟღავნებულა. ეს მესამე ადამიანი იყო ის, ვინც აკონტროლებდა ფინანსურ ოპერაციებს, ის, ვინც იცოდა ყველა ანგარიში, ყველა კოდი, ყველა საიდუმლო. შეხვედრა გაგრძელდა 20 წუთის განმავლობაში. და როდესაც ეს 2 ადამიანი გამოვიდნენ კაბინეტიდან, მათი სახეები იყო გამოუხატავი. გოგიტიძე წავიდა პირდაპირ უშიშროების სამინისტროში. მეორე ადამიანი წავიდა უცნობი მიმართულებით. და აბაშიძე დარჩა მარტო თავის კაბინეტში კიდევ 2 საათის განმავლობაში. რას აკეთებდა ის იმ 2 საათის განმავლობაში? მსახურები, რომლებიც იყვნენ რეზიდენციაში, ამბობენ, რომ ისინი ესმოდათ უცნაური ხმები კაბინეტიდან. არა ყვირილი, არა ტირილი, არამედ რაღაც შუალედური ხმა ადამიანისა, რომელიც საუბრობს თავის თავთან, ცდილობს რაღაცის გადაწყვეტას, ცდილობს იპოვოს პასუხები კითხვებზე, რომლებსაც არავინ სხვა ვერ უპასუხებდა. ერთ-ერთი მსახური, რომელიც გაბედა მიუახლოვდეს კარს, ამბობს, რომ მან მოისმინა ერთი ფრაზა, რომელიც გამეორდა რამდენჯერმე, ეს არის სწორი. ეს არის ერთადერთი გზა. ვისთან ლაპარაკობდა აბაშიძე? თავის თავთან. ღმერთთან. თუ იქნებ იმ ქალთან მხედველთან, რომელიც წინასწარ უთხრა მას ყველაფერი.
დაახლოებით ღამის 2 საათზე აბაშიძემ გამოიძახა თავისი უახლოესი თანამშრომლები, არა ყველა, არამედ მხოლოდ 6 ადამიანი, ის 6, რომლებსაც ისენდობოდა ყველაზე მეტად. მათ შორის იყო მისი ვაჟი გიორგი აბაშიძე. აბაშიძემ უთხრა მათ თავისი გადაწყვეტილება, ის მიდიოდა. ის აპირებდა გაფრენას მოსკოვში რამდენიმე საათში, რათა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა. ოთახში დამყარდა სიჩუმე. ყველა ელოდა, რომ ვინმე რაიმე სიტყოდა, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობდა. და შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, ყველაზე ხანდაზმულმა ადამიანმა, რომელიც მუშაობდა აბაშიძესთან 30 წლის განმავლობაში, ჰკითხა და ჩვენ? რა მოხდება ჩვენთან? აბაშიძემ უპასუხა, თქვენ დარჩებით. თქვენ გააგრძელებთ თქვენს ცხოვრებას. არავინ არ შეეხებათ თქვენ. მე დავრწმუნდები ამაში. მაგრამ ყველა მიცოდა, რომ ეს არ იყო სიმართლე. ყველა მიცოდა, რომ როდესაც აბაშიძე წავიდოდა, ისინი დარჩებოდნენ მარტო დაუცველები მოწყვლადები. წარმოიდგინეთ საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ინახება სპეციალურ სეიფში, სადაც წვდომა აქვს მხოლოდ 3 ადამიანს მთელ ქვეყანაში. ეს დოკუმენტი შეიცავს არა ფინანსურ ჩანაწერებს, არა პოლიტიკურ შეთანხმებებს, არამედ რაღაც ბევრად უფრო პირადს, ბოლო ანდერძს. კი ასლან აბაშიძეს ჰქონდა ბოლო ანდერძი, დაწერილი მის ხელით, დალუქული კონვერტში, რომელზეც იყო ჩაწერილი, გაიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე აღარ ვიქნები. ეს კონვერტი ინახებოდა იმ საიდუმლო სეიფში, იატაკის ქვეშ, ძველი ფარსის ხალიჩის ქვეშ. და მაისის მე-5 დღის ღამეს, სანამ აბაშიძე წავიდოდა რეზიდენციიდან, ის გახსნა ეს სეიფი, ამოიღო კონვერტი და წაიღო იგი თან. რა იყო იმ კონვერტში? რა იყო დაწერილი იმ ბოლო ანდერძში? და რატომ ყველა იმ ნივთებიდან, რომლებიც ის შეეძლო წაეღო, აბაშიძემ აირჩია სწორედ ეს კონვერტი? ამ კონვერტის ისტორია დაიწყო 2 წლით ადრე, 2002 წელს, როდესაც აბაშიძემ პირველად იგრძნო, რომ რაღაც იცვლებოდა. არა გარეთ, არამედ შიგნით მის სხეულში, მის გონებაში. ის იწყებდა ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებსაც ის ცდილობდა დამალოს ყველასგან. ის იწყებდა შიშებს, რომლებსაც ის ვერ აკონტროლებდა. და ერთ დღეს, როდესაც ის იჯდა თავის კაბინეტში მარტო, ის გადაწყვიტა, ის დაწერდა ბოლო ანდერძს. არა იურიდიულ დოკუმენტს, არა ოფიციალურ ჩანაწერს, არამედ პირად წერილს თავისი ოჯახისთვის, თავისი ახლობლებისთვის, თავისი ხალხისთვის. ის წერდა ამ წერილს მთელი ღამის განმავლობაში. ის წერდა თავის ხელით, ნელა, ყურადღებით ირჩევდა ყოველ სიტყვას. ის წერდა თავის ცხოვრებაზე, თავის არჩევანზე, თავის შეცდომებზე. ის წერდა იმაზე, რასაც ის სინანულობდა და რასაც ის ამაყობდა. ის წერდა თავის ოჯახზე, თავის ვაჟზე გიორგიზე, თავის ასულზე დიანაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ ყველაზე ახლოს მასთან. ის წერდა თავის ხალხზე, აჯარიის ხალხზე, რომელსაც ის ცდილობდა ემსახურა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მისი მეთოდები იყო სადავო. და ის წერდა თავის შიშებზე, შიში იმისა, რომ ის დაივიწყებოდა, შიში იმისა, რომ მისი ცხოვრება იქნებოდა უაზრო, შიში იმისა, რომ ის დატოვებდა არაფერს კარგს უკან. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ბოლო ნაწილი ამ წერილისა, ნაწილი, სადაც აბაშიძე წერდა თავის მომავალზე. ის წერდა, თუ თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, ეს ნიშნავს, რომ მე აღარ ვარ თქვენთან. იქნებ მე წავედი, იქნებ რაღაც სხვა მოხდა. მაგრამ მე მინდა რომ თქვენ იცოდეთ, ყველაფერი, რაც მე გავაკეთე იმიტომ, რომ მე მჯეროდა, რომ ეს იყო სწორი. იქნებ მე ვწდებოდი. იქნებ ჩემი არჩევანი არ იყო საუკეთესო. მაგრამ ის იყო ჩემი არჩევანი. და მე ვიღებ პასუხისმგებლობას მასზე. და შემდეგ იყო ერთი ფრაზა, რომელიც იყო ხაზგასმული, ნუ მეძებთ ჩემს ბრალეულებს. ნუ ეძებთ ჩემს მტრებს. ნუ ეძებთ ჩემს ღალატებს. ყველაფერი, რაც მოხდა იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი ბედი. და მე მივიღე იგი. მაისის მე-5 დღის ღამეს, როდესაც აბაშიძე ამოიღო ეს კონვერტი სეიფიდან, ის გახსნა იგი და წაიკითხა კიდევ ერთხელ. ის კითხულობდა თავის სიტყვებს დაწერილ 2 წლის წინ და ხედავდა, როგორ ყველაფერი, რაც ის წერდა, ხდებოდა რეალობა. ის ხედავდა, როგორ მისი შიშები ხდებოდა სიმართლე, როგორ მისი წინასწარმეტყველებები ხდებოდა ფაქტები. და იმ მომენტში ის გადაწყვიტა, ის წაიღებდა ამ კონვერტს თან. არა იმიტომ, რომ ის აპირებდა მის გამოქვეყნებას. არამედ იმიტომ, რომ ის იყო ერთადერთი რამ, რომელიც ნამდვილად ეკუთვნოდა მას, მისი სიტყვები, მისი აზრები, მისი სული ჩაწერილი ქაღალდზე. მაგრამ იყო კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც აბაშიძემ წაიღო იმ ღამეს, დოკუმენტი, რომელზეც არავინ არ იცოდა. ეს იყო სია 15 სახელისა.
არა სია მტრებისა, არა სია ღალატებისა, არამედ სია ადამიანებისა, რომლებსაც აბაშიძე ენდობოდა ყველაზე მეტად და რომლებიც, მისი აზრით, იყვნენ საფრთხეში. ეს სია იყო დაწერილი მის ხელით, ერთ ფურცელზე და იყო დალუქული ცალკე კონვერტში. აბაშიძემ წაიღო ეს კონვერტი თან, არა იმიტომ, რომ ისაპირებდა მის გამოყენებას, არამედ იმიტომ, რომ ის არ იყო მზად, რომ ეს სახელები ეპოვათ სხვებს. ის არ იყო მზად, რომ ეს ადამიანები გამხდარიყვნენ მიზნები, გამხდარიყვნენ მსხვერპლი მისი დაცემის გამო. დაახლოებით დილის 4 საათზე აბაშიძე დაასრულა თავისი მომზადება. ის აიღო 2 კონვერტი, ერთი მისი ბოლო ანდერძით, მეორე სიით სახელებისა. ის აიღო რამდენიმე პირადი ნივთი, ფოტოები, წერილები, პატარა ნივთები, რომლებსაც ჰქონდა სენტიმენტალური ღირებულება. ის არ აიღო ფული, არ აიღო ოქრო, არ აიღო ძვირფასი ნივთები. ის აიღო მხოლოდ ის, რაც ნამდვილად ღირდა მისთვის, მოგონებები, სიტყვების სახელები. და როდესაც ის გავიდა თავისი კაბინეტიდან ბოლოჯერ, ის შეჩერდა კარში და უკან მოიხედა. ის უყურებდა ოთახს, სადაც ის გაატარა ათასობით საათი, სადაც ის მიიღო ათასობით გადაწყვეტილება, სადაც ის იყო ის, ვინც იყო. და შემდეგ ის გამორთო შუქი და დახურა კარი. და არასოდეს აღარ გახსნა იგი. აბაშიძის პირად სეიფში იპოვეს სია, დაწერილი ხელით. ეს არ იყო სასყიდლის სია, არამედ ეგზეკუციის სია. 15 სახელი გენერლებისა და ახლობლებისა, რომლებიც უნდა აღმოფხვრილიყვნენ დღესასწაულების შემდეგ. ეს ქაღალდის ნაჭერი ხსნის ყველაფერს. როდესაც გენერლებმა ნახეს ეს სია, მათ მიხვდნენ, ან ის, ან ჩვენ. იყო მათი ქმედება გმირობის აქტი თუ უბრალოდ სასოწარკვეთილი ბრძოლა გადარჩენისთვის. მაგრამ დავიწყოთ იქიდან, სადაც ეს სია ნამდვილად შეიქმნა, არა მაისში, არამედ ბევრად ადრე, როდესაც აბაშიძე დაიწყო ხედვა მტრების ყველგან. ეს სია შეიქმნა აპრილის შუა რიცხვებში 2004 წელს, როდესაც აბაშიძე იჯდა თავის კაბინეტში ღამის 2 საათზე და წერდა სახელებს. ის არ წერდა სწრაფად, არ წერდა ემოციურად. ის წერდა ნელა, ფრთხილად, ფიქრობდა ყოველ სახელზე, ყოველ გადაწყვეტილებაზე. პირველი სახელი, რომელიც ის დაწერა, იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა მასთან 20 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მისი უახლოესი გენერალი, ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა უპირობოდ. რატომ აღმოჩნდა ეს სახელი სიაში? რა გააკეთა ამ ადამიანმა? ან რა არ გააკეთა? აბაშიძე წერდა მის სახელს გვერდით პატარა ჩანაწერით, ძალიან ბევრი იცის. ძალიან ახლოს არის. ეს იყო მიზეზი. ცოდნა. სიახლოვე. თუ იქნებ რაღაც სხვა შიში იმისა, რომ ეს ადამიანი შეეძლო გამხდარიყო მოწმე, შეეძლო გამხდარიყო საფრთხე. მეორე სახელი იყო ფინანსური მრჩეველი, ის ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა ანგარიში, ყველა ოპერაცია, ყველა საიდუმლო. აბაშიძე წერდა მის სახელს გვერდით, იცის ძალიან ბევრი. შეუძლია ლაპარაკი. მესამე სახელი იყო ერთ-ერთი უშიშროების ოფიცერი, რომელიც ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტებზე. მეოთხე სახელი იყო ბიზნესმენი, რომელიც აკონტროლებდა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპანიას. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, ყოველი სახელი იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი, იყო ძალიან ახლოს, იყო ძალიან საშიში. და ყოველი სახელის გვერდით აბაშიძე წერდა მოკლე ჩანაწერს, რატომ, როდის, როგორ. მაგრამ ყველაზე საშიში იყო ბოლო სახელი სიაში, სახელი, რომელიც იყო ხაზგასმული ორჯერ. ეს იყო სახელი ადამიანისა, რომელიც არავინ არ ელოდა, ადამიანი, რომელიც იყო ისე ახლოს აბაშიძესთან, რომ ის თითქმის იყო ოჯახის წევრი. ეს იყო ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიხსენებთ როგორც მთავარ ღალატს, ის, ვინც პირველმა დაუკავშირდა თბილისს, ვინც გადასცა ინფორმაცია, ვინც დაეხმარა რეჟიმის დაცემას. მაგრამ აბაშიძე უკვე იცოდა. ის უკვე ეჭვობდა. და ის უკვე გეგმავდა. გვერდით ამ სახელისა აბაშიძემ დაწერა მხოლოდ 2 სიტყვა, პირველი. აუცილებლად. როდესაც აბაშიძე დაასრულა ამ სიის წერა, ის დახურა იგი კონვერტში და დალუქა. ის დადო კონვერტი სეიფში და დახურა იგი. მაგრამ ის არ დაივიწყა ამ სიის შესახებ. ის ფიქრობდა მასზე ყოველ დღეს, ყოველ საათს. ის ფიქრობდა, როდის იქნება სწორი დრო. როდის უნდა განხორციელდეს ეს გეგმა. და რა მოხდება შემდეგ. მაგრამ დრო არასოდეს მოვიდა. მოვლენები განვითარდა ისე სწრაფად, რომ აბაშიძეს არ ჰქონდა შანსი განეხორციელებინა თავისი გეგმა. და იქნებ ეს იყო კარგი. იქნებ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ზოგიერთი გეგმა უკეთესია დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე. მაგრამ ის ადამიანი, რომლის სახელი იყო ხაზგასმული ორჯერ, არასოდეს გაიგო ამ სიის შესახებ.
ის აგრძელებდა თავის მუშაობას, აგრძელებდა თავის ღალატს, აგრძელებდა თავის თანამშრომლობას თბილისთან. და მხოლოდ მოგვიანებით, წლების შემდეგ, როდესაც ეს სია იპოვეს და გამჟღავნდა, ამ ადამიანმა მიხვდა, ის იყო ისე ახლოს სიკვდილთან, ისე ახლოს დასასრულთან. მაგრამ ბედმა გადაარჩინა ის. არა იმიტომ, რომ ის იყო ჭკვიანი, არა იმიტომ, რომ ის იყო ფრთხილი, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მოვლენები განვითარდა სხვაგვარად, ვიდრე აბაშიძე გეგმავდა. და ახლა, წლების შემდეგ ეს ადამიანი ცხოვრობს სადღაც, იქნებ საქართველოში, იქნებ საზღვარგარეთ. ის ცხოვრობს ჩვეულებრივ ცხოვრებას, აქვს ოჯახი, აქვს სამუშაო, აქვს მომავალი. მაგრამ ყოველ ღამეს, როდესაც ის იძინებს, ის ხედავს ერთსა და იმავე სიზმარს, ის ხედავს იმ სიას, ხედავს თავის სახელს, ხაზგასმულს ორჯერ, ხედავს იმ ორ სიტყვას, პირველი. აუცილებლად. და ის იღუძებს ოფლიანი, გულმა ეცემა და ფიქრობს, რამდენად ახლოს იყო ის. რამდენად ახლოს იყო ის იმ ხაზთან, რომელიც ყოფს ცხოვრებას სიკვდილისგან. და იქნებ, მხოლოდ იქნებ, მისი ღალატი არ იყო არჩევანი, არამედ იყო გადარჩენის ინსტინქტი, ინსტინქტი ადამიანისა, რომელმაც გრძნო, რომ საფრთხე მოდიოდა და გააკეთა ერთადერთი რამ, რაც შეეძლო გაიქცას, სანამ ძალიან გვიან არ იყო. მაისის მე-6 დღის დილას 2004 წელს, როდესაც ბათუმის რეზიდენციის კარები გაიღო, მსოფლიომ ნახა რაღაც, რაც არავინ არ ელოდა. არა ოქროს ოთახები, არა ფულის მთები, არამედ ცხოვრება, რომელიც შეჩერდა შუაში. ძაღლების საკუთარი, სადაც დაახლოებით 80 ელიტარული კავკასიური მეთაური ხებდა და ელოდა თავის პატრონს, რომელიც არასოდეს დაბრუნდებოდა. ავტომობილების კოლექცია, ძვირადღირებული ლიმუზინები და სამხედრო ჰამერები, რომლებზეც აბაშიძე უყვარდა სიარული, ახლა იდგნენ უძრავად, დაფარული მტვრით. იარაღის კოლექცია, ძველი ხანჯლებიდან თანამედროვე ავტომატური იარაღამდე, რომელიც არასოდეს გამოიყენებოდა ბრძოლაში. და ყველაზე მთავარი, სიჩუმე. საშინელი, მძიმე სიჩუმე ადგილისა, რომელიც ოდესღაც იყო ძალაუფლების ცენტრი, მაგრამ ახლა იყო მხოლოდ მუზეუმი და კარგული იმპერიისა. რა მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც დარჩნენ უკან? სოსო გოგიტიძე უშიშროების მინისტრი დაპატიმრდა რამდენიმე დღის შემდეგ. მისი გზა შეიცვალა მთლიანად, ადამიანი, რომელიც ოდესღაც აკონტროლებდა მთელ რეგიონის უსაფრთხოებას, ახლა იყო უბრალოდ ყოფილი ოფიციალი, რომელიც ცდილობდა ახსნას თავისი არჩევანი. ის 12 ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ ყველა საიდუმლო, გაიფანტნენ, ზოგიერთი მათგანი დარჩა საქართველოში და ცდილობდა დაწყებას ახალი ცხოვრების, ზოგიერთი წავიდა საზღვარგარეთ და გაქრა. მთავარი ღალატი ის ადამიანი, რომლის სახელი იყო ხაზგასმული ორჯერ იმ სიაში, ცხოვრობს დღესაც, სადღაც ვიღაცის სახელით, ვიღაცის ცხოვრებით. ის არასოდეს ილაპარაკა საჯაროდ იმაზე, რაც მოხდა იმ დღეებში. ის ატარებს თავის საიდუმლოს, თავის ტვირთს, თავის არჩევანს. აჯარია შეიცვალა. რეგიონი, რომელიც იყო იზოლირებული წლების განმავლობაში, გაიხსნა. ხიდები, რომლებიც აფეთქდა მაისის მეორე დღეს, აღადგინეს. ბარიერები, რომლებიც ყოფდა აჯარიას დანარჩენი საქართველოსგან, მოიხსნა. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთი სისტემის ქვეშ, უეცრად აღმოჩნდნენ სხვა რეალობაში. ზოგიერთი მათგანი მიიღო ეს ცვლილება მხიარულებით, ზოგიერთი შიშით, ზოგიერთი ნოსტალგიით. მაგრამ ყველამ მიხვდა, ძველი სამყარო დასრულდა და ახალი სამყარო იწყებოდა. ასლან აბაშიძე თავად დარჩა მოსკოვში. მისი გზა იქ არის ცალკე ამბავი, რომელიც სავსეა საკუთარი საიდუმლოებებით, საკუთარი არჩევანით, საკუთარი შედეგებით. ის არასოდეს დაბრუნდა ბათუმში. ის არასოდეს ნახა კიდევ ერთხელ თავისი რეზიდენცია, თავისი ძაღლები, თავისი სამყარო. მაგრამ იქნებ ეს იყო მისი არჩევანი, არჩევანი წასვლისა, არჩევანი დატოვებისა, არჩევანი იმისა, რომ ზოგიერთი თავი უკეთესია დაიხუროს, ვიდრე გაგრძელდეს. მაგრამ ერთი კითხვა რჩება, რა იყო ნამდვილი მიზეზი? რატომ აირჩია აბაშიძემ წასვლა, როდესაც მას ჰქონდა ყველაფერი, იარაღი, ერთგული ადამიანები, საიდუმლო გვირაბები, ევაკუაციის გეგმები? რატომ არ იბრძოლა ის ბოლომდე? იყო ეს შიში? იყო ეს სიბრძნე? თუ იქნებ რაღაც სხვა გაცნობიერება, რომ ზოგიერთი ბრძოლა არ ღირს გამარჯვებას, რომ ზოგიერთი ძალაუფლება არ ღირს იმ ფასს, რომელსაც ის მოითხოვს. იქნებ ის გაიხსენა იმ ქალის სიტყვები, მხედველის სიტყვები, როდესაც ნახავ ადამიანს ჩრდილოეთიდან, იცოდე, ეს იქნება ნიშანი. წადი. და იქნებ, მხოლოდ იქნებ, შენ იპოვი სიმშვიდეს. იქნებ ის ნამდვილად იპოვა ეს სიმშვიდე. თუ იქნებ ის ჯერ კიდევ ეძებს მას, წლების შემდეგაც, ჩვენ არასოდეს გავიგებთ სრულად. ისტორია ტოვებს ზოგიერთ კითხვას უპასუხოდ, ზოგიერთ საიდუმლოს გამჟღავნებულს. და იქნებ ეს არის კარგი.
იქნებ ზოგიერთი ამბავი უკეთესია დარჩეს ნაწილობრივ დამალული, რათა ყოველმა თაობამ შეძლოს იპოვოს მასში თავისი მნიშვნელობა, თავისი გაკვეთილი, თავისი სიმართლე. ის, რაც დარჩა ბათუმში იმ მაისის დილას, იყო არა მხოლოდ ცარიელი რეზიდენცია, არამედ სიმბოლო ძალაუფლების, რომელიც აშენდა ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ დაიშალა ერთ ღამეში. სიმბოლო ადამიანისა, რომელიც ცდილობდა კონტროლს ყველაფერზე, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა, რომ ზოგიერთი რამ არის კონტროლის მიღმა. სიმბოლო იმისა, რომ ისტორია არის არა მხოლოდ დიდი მოვლენები და დიდი გადაწყვეტილებები, არამედ აგრეთვე პატარა არჩევანი, პირადი დრამა, ადამიანური სისუსტე და ადამიანური ძალა. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ამბავი ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ასლან აბაშიძე. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის კერპების შესახებ.